შაბათის მარში დღეს უკრაინის ქართველ გმირებს ეძღვნება. დიდება გმირებს, დიდება საქართველოს და უკრაინას. ასეთია მთავარი ლოზუნგი. 2022 წლის შემდეგ რუსეთის აგრესიას უკრაინაში 90-მდე ქართველი მებრძოლი შეეწირა. ზოგადად კი უკრაინის ომში ყველა სხვა ქვეყანაზე მეტი უცხოელი მოხალისე სწორედ საქართველოდანაა. ქუთაისის ზესტაფონის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევის დროს სამხედრო მოსამსახურე კაპრალი რაჟდენ ლეთოდიანი დაიღუპა. ავარია დღეს მოხდა. ერთმანეთს თავდაცვის სამინისტროს ავტომობილი და სატვირთო მანქანა შეეჯახა. გამოძიება სამხედრო პოლიციის დეპარტამენტმა დაიწყო. უკრაინა ოკუპირებული ტერიტორიების ენერგობლოკადას აგრძელებს. დრონებით ბოლო 10 დღეში დაარტყეს 60 ენერგოკვანძს, როგორც ანექსირებულ ყირიმში, ისე ოკუპირებულ დონეცკსა და ლუგანსკში. მატლები ტოტალურ ბლექაუტს ვერ აცდებიან, აცხადებს უპილოტო სისტემების ქვედანაყოფის მეთაური რობერტ ბროვდი. რუსეთში ბენზინისთვის უკვე ყველა მეთოდს იყენებენ, მათ შორის უმწეო მდგომარეობაში მყოფ ბავშვებსაც. მეგობრისგან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვი წამოვიყვანე, ბენზინს ურიგოდ ჩავასხავ, ამბობს რუსი ქალი ვიდეოში, რომელშიც მცირე წლოვანიც ჩანს. რუსეთში არსებული კრიზისის პირობებში შშმ პირებისთვის საწვავის სარეზერვო აპარატები მოქმედებს.